მოგესალმებით. ეს არის ჩვენი სიღნაღი არტოტელი. არაჩვეულებრივი სივრცეებით, რომელიც მინდა გაჩვენოთ. გემრიელი მოსაჯდომი, სხვათა შორის აი ეს აკვანი ვიპოვეთ ჭერში და ეს იმას ნიშნავს, რომ აქ სიყვარული, აქ მრავლდებიან, აქ კარგ დროს ატარებენ ჩვენი ოფისი, სადაც ვაფორმებთ ადამიანებს, რომლებიც შემოდიან ჩვენთან და ახლა მომყევით ამ ადგილს ძალიან ბევრი სანტორინის ეძახის. ალბათ რაღაცით თქვენს მოგაგონებთ და ჯერ შევდივართ ნომერში, რომელსაც ქვია სვითი. ეს არის 5 ოთახიანი აპარტამენტი 3 საძინებლით, 3 სველი წერტილით, ლაუნჯით, აივნით და რა თქმა უნდა ბუხრის ოთახით და მოდით დავიწყოთ. მაინც ბუხრის ოთახით, იმიტომ რომ თვლი რომ ვინც აქ ცხოვრობდა, აქ აგიზგიზებდა ბუხარს. ალბათ პირველი ჭიქა აქ უნდა აწეულიყო, რომ ძეობის, ქალიშვილების დაბადების ნახატები ცნობილი ავტორების, ეს არის ჩემი პირადი გალერეა. ჭერი ავთენტურია, ალბათ ხედავთ ავეჯსაც, რომელიც ასახავს ნამდვილად კახურ, აი ესეთ საყოფაცხოვრო სიტუაციას. ეხლა ჩვენ შევიდეთ პირველ ნომერში, უბრალოდ ამ ნომრის პირველ საძინებელში. ყველა საძინებელს მინდა შეგახსენოთ, რომ აქვს ტუალეტი აბაზანა, სველი წერტილი, ეს არის პირველი საძინებელი, ეს არის ავთენტური კედელი, რომელიც დამუშავებულია და ინარჩუნებს ფანტასტიკურად თერმო, აი ამ იზოლაციის მომენტს. სველი წერტილი აბსოლუტურად ყველა ნომერს აქვს. ფანჯარა, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედია და გადავინაცვლოთ ახლა სხვა ნომრებში, სხვა საძინებლებში. ანუ ამ სვითის საძინებელი ესეც ესეთი გემრიელობა, რა თქმა უნდა, ფანჯრით, ბევრი მზე, ბევრი სიყვარული და კიდევ ერთი ნომერი, რომელიც არის ასევე ეძახით პატარა პარიზი. აქაც ბევრი ჰაერი, მზე და სიყვარულები. მოკლედ, აი ამ სივრცეში ახლა გაჩვენებთ როგორი არის აივანი და აივანი არის დიდი, ლამაზი, შეგიძლია იცეკოთ, შეგიძლია იმღეროთ და რა თქმა უნდა, საქორწინო კაბები გვაქვს, ვისაც გსურთ შეგიძლიათ ჩაიცვათ, მოიგრგოთ და მომავალზე იფიქროთ. ეს გოგონა ჩვენი თილისმა არის, ამიტომაც არის ხოლმე ბევრი ქორწილი ჩვენთან და ახლა მინდა გაჩვენოთ ეს ლაუნჯი, როდესაც ივართ შეგიძლიათ მოხდება და ეხლა წავიდეთ ორ პერსონაჟზე ნომრებში, ჩავდივართ ქვედა ტერასაზე. სიღნაღი ზოგადად არის ტერასული და ყველა ნომერს ორიანს აქვს რა თქმა უნდა ვერანდა. რა თქმა უნდა სველი წერტილი და ყველა არის განსხვავებული. ეს არის ერთი. ეს არის მეორე. აუცილებლად მინდა შეგახედოთ, მაინც ძალიან ბევრი კითხულობს ხოლმე სველ წერტილებს. აი ასეთი ლამაზი გვაქვს სველი წერტილებით და ცხადია ინდივიდუალური აივანი და ამ აივანზე ჩვენ ავალთ უკვე მესამე ნომრიდან, რომელიც პრინციპში ითვლება, რომ არის single room, ანუ ადამიანისთვის, რომელიც მარტო ჩამოდის და ასეთი ადამიანები უკვე ბევრი გვყავს, მაგრამ გადასარევად ეტევა ორიც. როდესაც სხვა დანარჩენი სავსეა, ორი მშვენივრად ეტევა აქაც. ეს ცოტათი გაპრანჭულია, ცოტათი უფრო მოდერნია, აი ასეთი პაწეწუნა ჯაკუზით, პაწეწუნა. შეგიძლიათ აქ იჭყუნპალაოთ და თან არაჩვეულებრივი ხედები ნახოთ. და ავიდეთ ჩვენს მშვენება აი ესეთ ლამაზ სივრცეში. ხედავთ, რომ ყველა აივნიდან არის არაჩვეულებრივი ხედი და მინდა გაჩვენოთ აუცილებლად საუზმის ბლოკიც. თუმცა ცალკე ვიდეოში ნაჩვენები გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ურიგო არ იქნება, მაინც ნახოთ საუზმის ბლოკი. აი ესეთი
ლამაზი პატარა და კუსკუსა და სივრცე, სადაც უკვე შვედური მაგიდა ეწყობა. ახლა ცხადია მილაგებულია, იმიტომ საუზმის დრო არ არის. და სულ ეს არის. ვფიქრობ, რომ საკმარისია ასეთი პატარა და ლამაზი სასტუმროსთვის, ასე რომ გელოდებით არტოტელში. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, როგორც იქნა ნანატრის სეზონი მოვიდა, ისევად კი არა და აივსო უკვე ჩვენი აუზი. წელს გვაქვს სიახლე, ოდნავ დავადაბლეთ, იმიტომ რომ შემოდიოდა საჩივრები, ყველამ კი არ ცურვაოდ, მომაწვინდაო და მომარიაჟებაო, ლამაზი, აი შიდა მოკეთ რაღაცა გაპანჭული ამბებისა და გოგოებო შეგიძლიათ წამოხვიდეთ, დადგეთ და იმარიაჟოთ. ეხლა რა მინდა გითხრათ? მოგეხსენებათ, რომ აქ გვაქვს ზოდიაქო სიღნაღი, ზოდიაქოს უგემრიელის ხინკალი და მოკეთ მუცლებს რომ ესე აივსებთ ხინკლი, მე უნდა წამოხვიდეთ, მე უნდა გაჩერდეთ, წამოწვეთ ცოტა ხანი, მოინელოთ ეს კარგი ხინკალი და მე რას გეტყვით, იცით? მე მოგინდებათ აუცილებლად განბანვა. და მივდივარ ჩვენს ლამაზ ჩუხჩუხა აუზთან, ესე ნაზად. და როგორც ხართ, ისე ეშვებ.